სოლიდარობა არის ის საზოგადოებრივი ღირებულება, რაც ყველა ღია ტიპის საზოგადოების მშენებლობისთვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს, რაც ადამიანური ბუნების ერთგვარი გამოხატულებაა, რაც ურთიერთ მხარდაჭერას ეფუძნება და რაც არის თანასწორობის და სოციალური სამართლიანობის დამყარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა. სოლიდარობა არის ზოგადად ადამიანის აზრის მხარდაჭერა, მის გვერდით დგომა, როდესაც ვხედავთ, რომ ადამიანი უსამართლობის ქვეშ არის მოქცეული და მისი აზრის გაზიარება. რა თქმა უნდა, სოლიდარული ადამიანი აუცილებლად უნდა იყოს თავისუფალი ადამიანი, რადგან თუ მან თავისუფლება ვერ მოეპოვა საკუთარ თავში, რა თქმა უნდა, გარეთაც თავისუფალი აზრის მიმღები ვერაფრით ვერ იქნება. სოლიდარობა ჩემი აზრით არის გაცნობიერებული ქმედება მხარდაჭერისა, რომელიც მიმართული არის ამ თუ იმ პირისა, პროცესისა თუ ქმედების მიმართ და ეს არის ძალა, რომელიც ხელს უწყობს დემოკრატიის არსებობას ან თუნდაც ამ თუ იმ ეთნიკური უმცირესობის არსებობას საქართველოში და ზოგადად მსოფლიოში. სოლიდარობა არის პირველ რიგში ერთურთის დანდობის ცნება, საკუთარი თავის სხვის ადგილას დაყენება და უფრო კარგად გააზრება კონკრეტულ სიტუაციაში ამა თუ იმ ადამიანს რა უჭირს, რა გასაჭირი აქვს, რა განცდა აქვს. ვფიქრობ, რომ უნდა ვიყოთ სოლიდარულები ერთმანეთის მიმართ პირველ ყოვლისა იმიტომ, რომ ეს არის ადამიანური თვისება. გარდა ამისა, განსაკუთრებით სჭირდება ეს ჩვენ საზოგადოებას იმისთვის, რომ განვითარდეს და შედგეს როგორც ერთიანი საზოგადოება. განსაკუთრებით სჭირდება იმიტომ, რომ ჩვენი საზოგადოება არის საკმაოდ ჭრელი და მხოლოდ სოლიდარობა არის განსაკუთრებული უთანასწორობის და სოციალური სამართლიანობის დამყარების ერთადერთი თუ არა ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი. სოლიდარულები იმიტომ უნდა ვიყოთ, რომ ეს არის ერთადერთი გზა, რომ გქონდეს ერთიანი დამოუკიდებელი სახელმწიფო და თანაც ისეთი სახელმწიფო, სადაც ნებისმიერი ინდივიდი, რომელიც შიგნით ცხოვრობს და ნებისმიერი მისი მოქალაქე, აზროვნებს დამოუკიდებლად და აზროვნებს არა სხვისგან გამომდინარე თავისი აზრი გააჩნია ნებისმიერ საკითხს. სოლიდარობა არის უმნიშვნელოვანესი იმ განხრით, რომ არ არსოს აღმოჩნდეთ იმ ადამიანების ადგილას, რომელსაც შველა სჭირდებათ და დახმარება და მხარდაჭერა სჭირდებათ და ამისათვის აუცილებელია, რომ ერთმანეთი გვიყვარდეს და მაქსიმალურად ვეცადოთ რომ შევეგუოთ ყველას და ესე ვთქვათ, არ გაგუკვირდეს ერთმანეთის განსხვავებულობა, რომ ის რომ ყველა ადამიანი განსხვავებულია და ამას მივაჩვენოთ ადრეული ასაკიდან. ერთმანეთის მიმართ სოლიდარობა პირველ რიგში ადამიანებს აერთიანებს, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ სოციუმი იყოს, ასე ვთქვათ, ჯანმრთელი. ანუ ჯანმრთელი სოციუმიდან მერე მოდის უფრო ფართო მასშტაბები და უშუალოდ სახელმწიფო არის უფრო მყარი, უფრო ფეხზე დგას და ეს ერთიანობა და მთლიანობა, რა თქმა უნდა, ყველა საქმეში წარმატების საწინდარია. როცა მოვითხოთ მაქსიმუმს, მივიღოთ ბევრს, როცა ბევრს მოვითხოთ, შეიძლება ცოტა მივიღოთ და ამიტომ ჯობია რომ თამასა მაღლა ქონდეს აწეული და თუნდაც ერთი ადამიანის სამოქალაქო ეკონომიკური თუ ნებისმიერი თავისუფლება იყოს უმაღლეს დონეზე დაცული და ამაში ცხადია მას სჭირდება დანარჩენი საზოგადოების წევრების დახმარება. თუ გინდა რომ ერთად ვიცხოვროთ რაღაც ჯანსაღ გარემოში, ეს გრძნობა ერთ-ერთი ფუნდამენტია, რომელზეც უნდა დავაშენოთ შემდეგ სხვადასხვა პრინციპები, ღირებულებები, თვისებები, რომელთაც ფუნქციონირებს კარგად საზოგადოება. საქართველოზე თუ ველაპარაკებთ, ანუ ქართველებს გვაქვს ზოგადად ესეთი ტენდენცია, რომ ეს თუნდაც ეს ერთი იდეის გარშემო ტრიალი ყოველთვის რაღაც პიროვნებებზე გადავყავს, ანუ თუნდაც ასე უხეშად რო ვთქვათ, იმისტი ვარ, ამისტი ვარ, ეგ მიდრეკილება, ასე ვთქვათ, გვაქვს, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ მაგალითებიც მოვიყვანოთ, როცა საკმაოდ სოლიდარულები ვიყავით, პირველ რიგში მახსენდება, თუნდაც გავრილოვის ღამე ავიღოთ, ან 13 ივნისი ავიღოთ, სადაც მართლა ძალიან მხარი დაუჭირეთ ერთმანეთს და ერთად ვიდექით, ვთქვათ, ბოლომდე. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ასე თუ ისე ვართ სოლიდარულები რაღაც საკითხებში და რაღაც იდეებში. ძალიან ბევრი შემთხვევა არსებობს, რა თქმა უნდა, სოლიდარობის გამოხატვის თუნდაც რო ავიღოთ გავრილოვის შემთხვევა, თუმცა ამ შემთხვევაში საზოგადოება, ანუ გამოხატა ის, რომ ჩვენ რაღაც ერთიანი ვართ, სოლიდარულები ვართ, მაგრამ მეორე მხარე წარმოიქმნა უკვე, სადაც საერთოდ არაფერი არ ჩანდა ჩემი აზრით სოლიდარულობის და სოლიდარობის ზოგადად. ჩვენ გვქონია სოლიდარობის მაგალითები და პრეცედენტები, პირობითად 13 ივნისი, ასევე გვაქვს ყოველდღიური მაგალითები, როდესაც ადამიანთა ჯგუფი თვითორგანიზდება კონკრეტული სხვა ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად, თუმცა ასევე გვქონია შემთხვევები, როდესაც არ გამოგვივლენია სოლიდარობა, ასე რომ ვთქვათ, რაც უმეტეს შემთხვევაში არის ორმაგი სტანდარტის ბრალი. მე ვფიქრობ, რომ არ შეიძლება სოლიდარულები ვიყოთ იმის მიხედვით, ვინ მოგწონს და ვინ არა. უნდა გქონდეს ერთი სტანდარტი და თუ რაღაცის მიმართ ვარ სოლიდარული, ყველა ადამიანის მიმართ, მიუხედავად მათი გემოვნებისა და იმისა, მოგწონს თუ არა ის, უნდა ვიყოთ სოლიდარულები.
კონკრეტულ ადამიანს ექნება თუ არა ემპათიის, სოლიდარობის მაღალი განცდა, შეიძლება უმნიშვნელო იყოს სხვისთვის. თუმცა საბოლოოდ საზოგადოება და მთლიანად საქართველო არის ინდივიდების ჯამი, რომელთა თითოეული აზრით ძალიან მნიშვნელოვანია. საბოლოო მიზანი არის, რომ საქართველო სრულუფლებიანი წევრი გახდეს იმ ევროპული ოჯახისა, რომელშიც ოდესღაც ვიყავით და დღეს სამწუხაროდ არ ვარ. ამ ევროპულობას, რა თქმა უნდა, ფურცელზე დაწერილი რაღაც სტატუსი არ ქმნის, მარტო ეს არის თვისებების ერთობა, რაღაცა ღირებულებების ერთობა და ევროპა სწორედ ასეთი არის, სოლიდარული არის, ემპათიური ერთმანეთის მიმართ და არის ერთურთის დანდობაზე, ერთურთის მიმართ დახმარებაზე დაფუძნებული საზოგადოება. ჩვენც ნელა აქეთ უნდა წავიდეთ. Some people change and others stay the same. Some people spend their lives looking for something. ურთიერთ მხარდაჭერის და დახმარების გარეშე ჩვენ როგორც ღია ტიპის საზოგადოება ვერ შევდგებით. სოლიდარობის განცდა ჩემი აზრით აუცილებელია იმ პროცესებისთვის, როდესაც შესაძლოა რომ ნებისმიერ მომენტში იმ უმცირესობის ადგილას, რომლის მიმართაც ჩვენ არ გამოვიჩენთ სოლიდარობას, იმ პირის ადგილას ან იმ ეთნიკური უმცირესობის ადგილას ჩვენ აღმოჩნდეთ რომელიმე შემთხვევაში და ასე ვთქვათ, მათი ადგილი ჩვენ დავიკავოთ. არა მარტო ჩვენ საზოგადოებაში, არამედ ყველა თანამედროვე საზოგადოებაში არის სოლიდარობის დეფიციტი, არის სოციალური კაპიტალის დეფიციტი და ეს მოიტანა დღევანდელმა დროებამ, ასე ვთქვათ, ბევრმა ფაქტორმა და ვფიქრობ, რომ გარდა ამისა საქართველოში კიდევ განსაკუთრებულ ფაქტორებს შორის არის ის სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობა და განსხვავება, რაც ჩვენ ქვეყანაში არის. ეს პირდაპირ აისახება ხოლმე სოლიდარობის, ასე ვთქვათ, ხარისხზე. ჩემს გამოსავალი არის ნაკლები კონფორმიზმი და მეტი სოლიდარობა, იმიტომ რომ ზოგადად ეს კონფორმიზმი ძალიან გვახასიათებს. იმიტომ რომ რაღაც ჯგუფის წევრი ვართ და ეს ჯგუფი მოგწონს ან თუნდაც რაღაც პარტია იქნება ეს თუ რამე სხვა, ეს იმას არ გულისხმობს და ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერს რაც ისინი აკეთებენ და როგორც ისინი ფიქრობენ, ჩვენც ამას ყველაფერს მხარი უნდა დავიჭირო. უფრო ინდივიდუალიზმი გვჭირდება უფრო მეტი და ინდივიდუალურად აზროვნება და ინდივიდუალური გადაწყვეტილებების მიღება. ბავშვობიდანვე უნდა დაიწყოს, ანუ ამის ასე ვთქვათ არც ის შადება საკუთარ თავში, რომ ადამიანი უნდა იყოს სოლიდარული, უნდა იყოს თავისუფალი, რაღაც სხვის აზრპატივი უნდა სცეს და თუ იგი უსამართლოდ მიიჩნევს, მის გვერდზე უნდა დადგეს, მიუხედავად ნებისმიერი გარემოებისა, ანუ უნდა იფიქროს, რომ მისი სიტყვა გადამწყვეტია, მისი აზრი გადამწყვეტია და ანუ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა წამოვიდეს დაუშვათ დაწყებითი კლასებიდან. იმიტომ რომ აქედან უყალიბდება ადამიანის სოფხედველობა და შესაბამისად აქედან მოდის შემდეგი ეტაპები და შემდეგი გადაწყვეტილებები. და რა თქმა უნდა, როცა ადამიანი სოლიდარული ხდება და როცა იგი საკუთარ თავში თავისუფლებას მოიპოვებს, ეს მოგცემს იმის საშუალებას, რომ უკეთესი საზოგადოება ვიყოთ და რა თქმა უნდა, ეს საწინდარია იმის, რომ უკეთესი ქვეყანა შევქმნათ, რომელიც დემოკრატიული იქნება.